პოლიტიკური არეალი თათია მაჩაიძესთან ერთად. მოგესალმებით, მივესალმებით ჩემს მაყურებელს, ერთ-ერთშია გადაცემა პოლიტიკური არეალი, მე თათია მაჩაიძე ვარ. დღეს ჩემი სტუმარი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ზურაბ კვეტენაძე. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მობრძანებისათვის ცოტა რთული თემა გვაქვს, უბრალოდ 4 წლიანი ომის თემა არის ეს რუსეთ-უკრაინის შორის და სულ თავიდან რო დავიწყოთ ბატონო ზურაბ და მაინტერესებს და მაყურებელსაც ალბათ აინტერესებს. ეხა დავა რა ტერიტორიებზეც მიდის ყოველ შემთხვევაში, საიდან დაიწყო, ვისი ტერიტორია იყო და ეხა რა ვითარება გვაქვს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მართლაც 4 წელია უკვე მიმდინარეობს ეს საშინელი ომი და ეს საშინელი ომი არის მართლაც ძმებს შორის შეიძლება ითქვას. აი ზოგიერთი ამბობს ძმები არაო, მაგრამ აი ბიძაშვილ მამიდაშვილები ნამდვილად არიან, სხვას რომ თავი დავანებოთ და მე მახსენდება რა თქმა უნდა მეორე მსოფლიო ომის აი ეპიზოდები, სადაც ამათი აი ხა ვინც ერთმანეთს ხოცავს ამ საშინელ ომში, ქალბატონო თათია და ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამათი ბაბუები, პაპები იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ, ამ კაცობრიობის უბოროტესი მტრის წინააღმდეგ და ერთად დაამარცხეს. აი უკრაინაში რამდენიმე ფრონტი იყო წარმოდგენილი, ეს ცნობილია და დღეს კი აი ბედის ირონიით მართლაც მათი შთამომავლები ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავენ. ეს არის მართლაც სისხლისმღვრელი ომი, ძალიან დიდი მსხვერპლია ორივე მხარეს, რაც არის ტრაგედია, რასაკვირველია. ტრაგედია არის ზოგადად კაცობრიობის წინაშეა ეს ტრაგედია, უდიდესი ტრაგედია. ტრაგედია ეს მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე, რასაკვირველია ეს უბედურება, ეს საშინელება, რომელიც ტრიალებს და რასაკვირველია, როგორც ყველა ომს, რუსეთ-უკრაინის ომსაც თავის მიზეზები გააჩნია, რომელსაც სწორედ სიღრმისეული ანალიზი ჭირდება. ეს არ არის შემთხვევითი, მე სტუდიებში არაერთხელ მithქვამს ეს, ამას ჩემ სტუდენტებსაც ხშირად ვეუბნები, რომ უმიზეზოდ, მიზეზშედეგობრივი კავშირების გარეშე არაფერი არ ხდება და მით უმეტეს ამხელა ომს, ამხელა პრობლემას კაცობრიობის წინაშე ჰქონდა თავისი ღრმა მიზეზები. როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, საკვირველია და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა 15 მოკავშირე რესპუბლიკა. და საკვირველია საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად ტერიტორიული მთლიანობა უნდა ყოფილიყო დაცული და ერთად თვითგამორკვევის საკითხიც თავისთავად ცხადია უნდა ყოფილიყო დაცული, მაგრამ ასე არ მოხდა. არ მოხდა მთელი რიგი მიზეზების გამო. ჩვენ რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ ზოგჯერ ვამბობთ, რომ ეს მხოლოდ რუსეთის იმპერიული ამბიციებით იყო განპირობებული, იყო რასაკვირველია ერთ-ერთი ამბიციური ქვეყანა არის იმპერიული. რასაკვირველია არის და ყოველთვის იქნება, ბუნებრივია. მათი იდეოლოგები ხშირად აი დუგინი იქნება თუ სხვები ხშირად ამბობენ რომ იმპერიად შემოქმედებით პროცესში უნდა იმყოფებოდეს მუდმივად რუსეთი და იგივე სუვერენული დემოკრატია რომელიც სურკოვმა გააჟღერა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ცნობილია რასაკვირველია და რუსეთს აქვს ამბიციები კვლავ დაიბრუნოს მსოფლიო სახელმწიფოს ზესახელმწიფოს სტატუსი როგორც საბჭოთა კავშირი. მაგრამ იყო მეორე ფაქტორი და მეორე როგორც საბჭოთა კავშირი. რასაკვირველია. როდესაც დასრულდა ეს ყველაფერი, აი თითქოს პერმანენტულად, ზედიზედ შეიძლება ითქვას, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ აი რუსი და უკრაინელი ხალხი ერთმანეთისთვის კარდინალურად დაეშორებინათ. რაც რასაკვირველია გაკეთებულია ძალიან ბოროტი ძალის მიერ. აი მე ამაში ღრმა დავარ დარწმუნებული. ეს ყველაფერი გააკეთა ძალიან ბოროტმა ძალებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი და სამწუხაროდ დღესაც არიან. აი მე გავიხსენებ მაგალითად
თანამედროვე ნეორეალიზმის ერთ-ერთ აღიარებულ წარმომადგენელს ჯონ მირშაიმერს რას ამბობს ის თავის გამოსვლებში რომელსაც წინა ადმინისტრაცია, ანუ ტრამპამდე რომელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაცია არ წყალობდა სამეცნიერო წრეებშიც არ აჭაჭანებდნენ რომ იტყვიან და არსად არ ფიგურირებდა თითქოს, მაგრამ ის თავის სიტყვას მაინც ამბობდა ლექციებზე თუნდაც და ასე შემდეგ. აი რას ამბობს ის ამ ომზე? რომ 50% ანუ სანახევროდ ეს რუსეთი შეიჭრა რასაკვირველია უკრაინაში და დაიწყო აგრესია, მაგრამ მეორე 50% ყველაფერი გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ეს ომი დაწყებულიყო. რატომ? იმიტომ რომ ომში შესაძლებელი იყო რუსეთის დასუსტება, მაქსიმალური დასუსტება. აი ეს იყო რა თქმა უნდა ჩანაფიქრი. ომს კიდევ ბევრი სხვა მიზეზებიც ჰქონდა, რასაკვირველია, რომელსაც ისტორიული ფესვები ახსენეთ, აი გვაინტერესებს. და ფსიქოლოგიურ ნიუანსებს ისტორიაში, ისტორიის ფილოსოფიაში ზოგადად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. და რა თქმა უნდა, ჩვენ საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველად კიევის რუსეთი იყო წარმოდგენილი, მოგეხსენებათ თქვენ. კიევის რუსეთის გაძლიერება განსაკუთრებით დაიწყო 882 წლიდან, როდესაც ოლეგმა ნოვგოროდისა და კიევის რუსეთი გააერთიანა. ეს იყო უდიდესი, ესე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ამოცანა, რომელიც გადაიჭრა მაშინ და მთელი რიგი მიმართულებებით გაიშალა კიევის რუსეთი და ნოვგოროდის რუსეთთან ერთად, რასაკვირველია. ეგ იქნებოდა დნეპრის ველიხოვის ესე ვთქვათ, ტომები, ესე იგი მიმართულებებზე გზების გაჭრა, ჩემო ბატონო. ეს იქნებოდა აღმოსავლეთ სლავური სახელმწიფოს შექმნა, რომელიც უკვე პრეცედენტი იყო, შეიძლება ითქვას იმისა, რომ აღმოსავლეთის, დასავლეთის და თქვენ წარმოიდგინეთ ჩრდილოეთისა და სამხრეთის სლავებიც გაერთიანებულიყვნენ. აი ეს პრეცედენტი იქნებოდა, რასაკვირველია. გარდა ამისა, სავაჭრო მიმართულებები კარგად იკვეთებოდა უკვე და ღრმავდებოდა ურთიერთობები ბიზანტიასთან, რომელთანაც კიევის რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობა და განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, ჩემო ბატონო. და აი ეს გეოპოლიტიკური ამოცანა განხორციელდა მაშინ. ამას დაემატა უკვე მერე შემდეგ უკვე 988 წელს მოგეხსენებათ თქვენ ქრისტიანობის, ანუ მონოთეისტური რელიგიის გამარჯვება, შემოტანა კიევის რუსეთში, ჩემო ბატონო. მოინათლა ვლადიმირი კორსუნში, ხერსონი, კორსუნი, ძველი კორსუნი მოინათლა იქ, ამიტომ ამ ადგილს განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა აქვს რუსებისთვის და უკრაინელებისთვისაც, რასაკვირველია, ორივე ხალხისთვის მოგეხსენებათ თქვენ, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა. მერე უკვე რასაკვირველია, აი განსაკუთრებულ წარმატებას იაროსლავ ბრძენის დროს მიაღწია, მე ძალიან მოკლედ შევეხები ამ ექსკურსს და აი უკვე 1054 წლამდე შეიძლება 54-დან ნელ-ნელა იწყება უკვე დეცენტრალიზაცია კიევის რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც მივიდა იქამდე 1240 წელი მონღოლთა შემოსევებამდე, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ კიევმა ფუნქცია ცენტრალური ქალაქის დაკარგა მანამ, სანამ თათარ-მონღოლთა შემოსევები დაიწყებოდა იმაში, რა ქვია, რუსეთის ტერიტორიებზე. მანამდე დაკარგა კიევმა ცენტრალიზებული სახელმწიფოს ფუნქცია და მან გადაინაცვლა ჯერ ნოვგოროდი, შემდეგ მოსკოვის მიმართულებით, მოგეხსენებათ თქვენ. და აი მე რისი თქმა მინდა ეხლა დღეს მიმდინარეობს ლაპარაკი იმაზე, რომ ესენი სხვადასხვა ხალხია, გინდა თუ არა ამას ამტკიცებენ. მე არ ვამბობ, რომ ეს აბსოლუტურად ერთია. ისტორიული ევოლუციური პროცესის შედეგად, რასაკვირველია, ყალიბდებოდა სამი ხალხი: რუსები, უკრაინელები და ბელორუსები, რომელთაც ერთი ძირი აქვთ. რასაკვირველია.
მოგეხსენებათ და აი მე რისი თქმა მინდა უკვე იქ ამ დეცენტრალიზებულ სამთავროებს შორის ეს იქნებოდა რიაზანის, სუზდალის, ნოვგოროდის სამთავრო, სხვა სამთავროები, ესენი ერთმანეთს ეომებოდნენ, ებრძოდნენ. ამ ბრძოლაში დასუსტდა ესე იგი სამთავროები მოგეხსენებათ და აბსოლუტურად ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა სამხრეთელ ყივჩაყებს. აი ამან დაასუსტა, შემდეგ და აი ამ კომპონენტის გამო დაკარგა კიევმა უპირველეს ყოვლისა წამყვანი, ანუ დედაქალაქის ფუნქცია მოგეხსენებათ თქვენ. მე არ დავიწყებ ახლა გამოკიდებას ტერმინებზე ძალიან და ასე შემდეგ. მე პატივს ვსემ უკრაინელ ხალხს, რუს ხალხსაც პატივს ვსემ, რასაკვირველია, ჩემი დიდი პატივისცემა ორივე ხალხებს, ცხადია და ყველას აქვს ერთად თვითგამორკვევის და სახელმწიფოებრიობის უფლება, მოგეხსენებათ თქვენ, მაგრამ მე ვიტყვი ერთ რაიმეს, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო ასეთი თანდათან იზრდებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის გაიზარდა საბჭოთა პერიოდში. აი მაგალითად თუ საქართველოს საბჭოთა პერიოდში მცირდებოდა მოგეხსენებათ თქვენ, რაღაც ეტაპზე სხვათა შორის სტალინმა და ბერიამ გაზარდეს საქართველოს, რო გარდაიცვალა სტალინი 78000 კვადრატული კილომეტრი იყო საქართველო, იმიტომ რომ ქლუხორის რაიონი და ახალხევის რაიონი შემოდიოდა საქართველოს შემადგენლობაში. მაგრამ მან ვერ შეძლო მთავარი აი ესე ვთქვა ტრაპიზონის ჩათვლით, რაც გეგმა ჰქონდა მოგეხსენებათ თქვენ, აეფრიალებინა ქართული დროშა. თორემ ეს ვერ მოხერხდა. მთელი რიგი ფაქტორების გამო ეს შორს წაგვიყვანს, რასაკვირველია, მაგრამ აი უკრაინასთან მიმართებით კი სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. აი მაგალითად გალიცია, ძველი გალიჩ-ვოლინის სამთავრო, პატივცემულო მეგობრებო, პოლონეთს წაართვა, როგორც ცნობილია სტალინმა. აი კარპატისპირეთი უშგოროდით, აი ცნობილი ულამაზესი უშგოროდით ეს, რა თქმა უნდა, უნგრეთს და სლოვაკეთს, ბუკოვინა რუმინეთს, ოდესის ოლქის დასავლეთ ნაწილი მოლდოვას, დონის კაზაკთა უმდიდრესი მიწები კაზაკებს, ანუ საკუთრივ რუსეთს და ასე შემდეგ. სტალინის დროს გაიზარდა, მანამდეც გაიზარდა ლენინის დროს, რასაკვირველია ხარკოვის ოლქის და ეს დონეცკის და ლუგანსკის კი ბატონო, ლენინის, მაგრამ აი სტალინმა კიდევ გაზარდა და დატოვა უზარმაზარი უკრაინა, ევროპის უდიდესი სახელმწიფო, რომელიც სამწუხაროდ დღეს იშლება, პატივცემულო. აი რა ეშველება ბატონო ზურაბ, როგორ თქვენი გადმოსახედიდან აი ახლა ეს უკრაინის ბედი ბოლო. ეხლა მე რისი თქმა მინდა, უკაცრავად ქალბატონოთათი აი დავასრულებ ჩემს სათქმელს, აი ეს ეხლა საერთაშორისო სამართლის წინაშე მერე რა, ვინ როდის შემოიერთა ტერიტორიები და ასე შემდეგ, ყველას აქვს უფლება, რომ რასაკვირველია როგორც უკრაინას ყველას აქვს უფლება, რომ კონდეს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი, ჩვენთვის ეს ქართველებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია, დაკარგული გვაქვს. მართლაც 64-ისებრი აფხაზეთი, სამაჩაბლო, რომელიც და მე ჯერა რომ ჩვენ ამას დავიბრუნებთ ჭკვიანური პოლიტიკით და არა ურაპატრიოტიზმით. აი მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა უკრაინელებსაც სრული უფლება ჰქონდა და სწორია ის რომ იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა დაცული, მაგრამ ყველაფერი გააკეთა დიდმა სახელმწიფოებმა იმისათვის, რომ თავდაყირად ამდგარიყო ეს ყველაფერი. და საიდან დაიწყო ეს განსაკუთრებით უკვე აი გაფეხქვეშ გათელვა შეიძლება ითქვას საერთაშორისო სამართლის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, მეგობრებო, ხა რუსეთი რაც არის და იმპერია მე ვახსენეს, რომელსაც აქვს თავისი დიდი ამბიციები, თავისთავად ცხადია. ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე არის ხო? რასაკვირველია და ყოველთვის მაგრამ იურიდიული ფორმატით აი შეიძლება ითქვას ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ფეხქვეშ გათელვა მოხდა კოსოვოს პრეცედენტის დროს 2008 წელს. ძვირფასო მეგობრებო. როგორ შეიძლება კოსოვოს ცნობა და აღიარება? აი ამან გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია
მე მახსენდება 2014 წელს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის სიტყვები, რომ თუ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა, ყირიმიც არანაკლებ განსაკუთრებული შემთხვევაა. არანაკლებ განსაკუთრებული შემთხვევა გამოდის, რა თქმა უნდა, რუსული გადასახედიდან აფხაზებს და ორსებს რატომ არ უნდა კონდეს ომაში? მე მახსოვს მათი გამოსვლები, როგორც რუსეთის მაშინ პრემიერი იყო ვლადიმერ პუტინი და შემდეგ პრეზიდენტობის დროსაც გაიმეორა. მაშინ აფხაზებმა და ორსებმა რა დააშავა, თუ კი კოსოვო უნდა მიიღოს. კოსოვო, რომელიც იყო პატივცემულო მეგობრებო, სერბული მართლმადიდებლობის აკვანი. აი ეს იქნა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული. რუსეთი, ეს ჩემი აზრია, შეგიძლიათ თქვენ გაიზიაროთ, შეგიძლიათ არა, ძვირფასო მეგობრებო, რუსეთი თუნდაც პირველი რომ არ ყოფილიყო, ჩემი აზრით ამას მოერიდებოდა. თუნდაც პირველი რომ არ ყოფილიყო. აი ამ პრეცედენტმა მას გაუხსნა ხელფეხი მოქმედებისათვის აშკარად. შესაძლებელია ეს პრეცედენტი, ამას ისტორია გვიჩვენებს შემდეგ. რუსეთის დაშლისთვის და დაანგრევისთვისაც იყო გაკეთებული. არ არის არც ეს გამორიცხული. ამას ისტორია გვიჩვენებს. მაგრამ ისტორია რა ეხა ბატონო ზურო, ახალი გადანაწილება მიდის, ხო? ანუ სოფლიოს ახალი გადანაწილება უდავოდ, აი მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დანგრევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო აი ეს რაც თქვი მეწევან, ზუსტად აი ეს პირდაპირ რუსეთის წისქვილზეც ასხავდა წყალს, შეიძლება ითქვას. თუმცა რასაკვირველია, დღეს ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებასთან. ეს რა თქმა უნდა ორპოლარული სამყაროს, ანუ ბიპოლარული სამყაროს დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები როცა იყვნენ დომინანტები მსოფლიო, მივიღეთ ერთპოლარული მსოფლიო. ერთპოლარული მსოფლიო, ჩემი აზრით, რასაკვირველია ამერიკის შეერთებული შტატების დომინირებით, მან გასტანა ესეთ ჩემი პირადი პოზიცია 2007 წლის 10 თებერვლამდე, როდესაც ვლადიმერ პუტინი გამოვიდა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე და უმკაცრესად გააკრიტიკა ერთპოლარული მსოფლიოს არსებობა. მაგრამ მაშინ ჩვენმა ზოგიერთმა ვაი ექსპერტმა და რა ვიცი, ისეთმა ადამიანებმა, ცოტა ურაპატრიოტული აღთქმების ადამიანებმა ეს ორთქლის გამოშვებად მონათლეს. რომ ეს იყო ორთქლის გამოშვება შიდა აუდიტორიის დასაშოშმინებლად. ანუ რუსები რო დაემშვიდებიო, რანაირად კაცო, სიტყვა საქმე არ მოაყოლა როდესაც ბირთვული სახელმწიფოს მეთაური ლაპარაკობს, სწორედ მას უნდა მივაქციოთ ყურადღება. და არა ვიღაცა ისა რა ქვია, პროპაგანდისტი, მაგალითად სალავიოვი და იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიეღო. აი რატომღაც საქართველოს ტენდენცია წავიდა ესეთი, რომ რუსეთი უკვე სუსტია, რუსეთს არ აქვს ძალა, აქ ჩვენთან ჟანგიანი ტანკებით შემოვიდნენ და უნიტაზი. კიდე ლაპარაკობენ ამას ხალბატონო თათია? კი, ბატონო ზურა, ესეთი. აი, ამას ლაპარაკობდნენ ადრე. აჯერებდნენ ბავშვებს მერე და იმათაც ჯეროდათ სამწუხაროდ. დიახ. და რამდენად საშიში იყო მაშინ აი ჩვენთან მეორე ფრონტის გახსნა თქვენი გადმოსახედიდან, თუ ეს უბრალოდ პანიკური შიში იყო? ჯერ ჩემს ნათქვამს თქვენის ნებართვით დავასრულებ. აი იქ 2007 წლის მიუნხენის კონფერენციის საქმე მოაყოლა მეთქი. ერთ წელიწადში მივიღეთ ომი სამაჩაბლოში, რასაკვირველია, რასაც კატასტროფული შედეგები მოყვა ჩვენთვის, დიდი ნაბიჯი დავიხიეთ უკან. მერე მოყვა სწორედ ყირიმი 2014 წელს. ყირიმს მოყვა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში კონფლიქტის გაჩაღება და 2022 წლის 24 თებერვალს საერთოდ რუსეთის რეგულარული არმიის შეჭრა უკრაინაში. აი ეს იყო ქრონოლოგია, ანუ როდესაც თქვა, ამას მოყვა საქმეც. აი ეს არის უბედურება ზუსტად და
ამიტომ არის რატომ არ ვაკვირდებით და რატომ ჭკვიანური ბრძნული პოლიტიკის წარმოება. უნდა დავაკვირდეთ საერთოდ რატომაც არ აკვირდებიან აქ დიდად გამოსვლებს და პუტინის აუცილებლად ყურადღება არის მისაქცევი რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა რა საუბრობს, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. და ერთ რამესაც დავამატებდი. კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი კეთდებოდა, რომ გაღვივებულიყო რუსეთსა და უკრაინელებს შორის ომი. ანუ სიძულვილი გაღვივებულიყო და გაღვივებულიყო. თვით ისეთი ლიდერიც კი, როგორიც ლეონიდ კუჩმა იყო, პრეზიდენტი ყოფილი, რომელიც რუსებთან გადასარევ ურთიერთობებში იმყოფებოდა. მას აქვს წიგნი, მე მაქვს პირადად ეს წიგნი წაკითხული. უკრაინა რუსეთი არ არის. არ არის პატივცემულო ტელემაყურებლებო, რასაკვირველია, უკრაინა, რუსეთი ნამდვილად, მაგრამ ამის ესეთი პროვოცირება, აპელირება, რაში ჭირდებოდათ ეს? სად დაუშვა შეცდომაო თქვენ დასვით კითხვა? ურემი, ჩვენ ცნობილი გამონათქვამია, ურემი რო გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. რასაკვირველია, ჩემი აზრით, უკრაინელებს აქცენტი უნდა აეღოთ რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, იმიტომ რომ ძალიან ახლო ხალხია და ყირიმსაც კი არავინ ედავებოდა მათ. მაგრამ ეხლა არსებობს საპირისპირო მოსაზრება, რომ უკრაინელი ხალხის ფორმირება მიმდინარეობს. ფორმირება ომში იბადება ერები. კი ბატონო, მაგრამ რამდენი დარჩება უკრაინის ტერიტორია? ეს არის საკითხავი. ან თუ დარჩება და კატასტროფა არ მოხდება საერთოდ. ეს არის საკითხავი ძალიან სერიოზულ დონეზე დღეს. ისე ევროპაც დასუსტდა ამ ფონზე ხა რო უყურებ, ევროპა დასუსტებული არის ძალიან. ევროპა საერთოდ ამ წუთში აღარ წარმოადგენს საერთაშორისო მოთამაშეს. შეიძლება ჩვენ ვყავს სამი მოთამაშე, მსხვილი. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ზესახელმწიფო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია. ესენი ქმნიან ამინც დღეს საერთაშორისო. აი ამ კითხვას დაუბრუნდები, რამდენად იყო ჩვენთან საშიშროება იმისი, რომ ჩავთულიყავით ომში? თუ ეს უბრალოდ შიში იყო და მეტი არაფერი, გაზვიადებული შიში, თუ მართლა არსებობდა ეს თქვენი გადმოსახედი და ჩვენ როგორც ოფიციალური პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩვენი ლაპარაკობს, უკვე ყოფილიც ზოგიერთები და დღევანდელებიც აშკარად იყო ამის საფრთხე. ნამდვილად. მე ეხლა ნამდვილად ამის საბუთი უშუალოდ ჯერ ამას ისტორიაში აუცილებლად დაიდება ეს დოკუმენტები შემდეგ. არა მაქვს ვერ გეტყვით ამას, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ალბათობა რასაკვირველია დიდი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემი ვარაუდით. რატომ? თუნდაც პრობლემის სახით, აი რუსეთის ფედერაციას მოუწევდა რაღაც ძალების, თუ ძალიან დიდი არა, რაღაც ძალების, მნიშვნელოვანი ძალების გადმოსროლა კავკასიაში. შესაძლებელია ეს საშიშროება ჩვენ ეს საშიშროება რა თქმა უნდა იქნებოდა და უმძიმესად დამთავრდებოდა ჩვენთვის. დიახ და ჩვენ მართლა ბეწვის ხიძი უმძიმესად დამთავრდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას ავწდით და ჯერჯერობით ჭკვიანური ბრძნული საგარეო პოლიტიკით, მე ვფიქრობ, რომ პრაგმატული, კი ბატონო, პრაგმატული პოლიტიკით რასაკვირველია, მე მგონი უნდა ავწდეთ და ავერიდოთ. ჯერჯერობით სამწუხაროდ კიდევ გრძელდება ომი და არავინ იცის რა დატრიალდება. რა ვიცი, მე მგონი რომ აი როგორ ფიქრობთ იმ 28 პუნქტზე წავა უკრაინა, რაც ტრამპის ოფიციალურად ტრამპის მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, უნდა წავიდეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ უყურეთ როგორი სიტუაციაა. რუსეთს აშკარად აქვს უპირატესობა ფრონტის ხაზზე. მართალია უკრაინის ფრონტის ხაზი არ ჩამოშლილა კატასტროფულად, ეგ არასწორია. არ ჩამოშლილა, უკრაინელები გმირულად და ვაჟკაცურად იბრძვიან, რასაკვირველია. მაგრამ კარგავენ დღითიდღე ტერიტორიებს, აი გუშინ მაგალითად ქალაქი სევერსკი დათმეს კიდევ. ბოლო პერიოდში შეუქცევადი სახე მიიღო უკვე ტერიტორიების დაკარგვა და თუ ასე გაგრძელდა, რასაკვირველია ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს. მე ვიტყვი ერთ რაიმეს, რომ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელმა პრეზიდენტმა თავისი ავტორიტეტით
თუ არ შეაჩერა ეს ომი და დღევანდელი ამერიკის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რომლებიც პრაგმატულად უყურებენ ამ მოვლენებს და არა ილუზორულად ზოგიერთებივით თუ არ შეაჩერეს კიდევ უფრო უმძიმეს შედეგებამდე მივა ჩემი აზრით უკრაინა ძალიან ცუდად დაამთავრებს სამწუხაროდ ეს სკეპტიკური პროგნოზი მაქვს ამასთან შეიძლება უფრო მეტიც საერთოდ დადგეს უკრაინის სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ. ხო არა, ეგრეთ ვთქვი. იმიტომ რომ ცოცხალი ძალით აშკარა უპირატესობა აქვს, ტექნიკით აშკარა უპირატესობა აქვს რუსეთის ფედერაციას, ავიაციითაც უპირატესობა აქვს, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებებით უპირატესობა აქვს, ერთადერთი თუ ევროპელები ჩაერთვებიან ცოცხალი ძალით ამ ომში შეიძლება რაღაც გარდატეხა შევიდეს, მაგრამ აქვს ევროპას დღეს ამის შესაძლებლობა და ეს რას მოიტანს? ეს მძიმე შედეგებს მოიტანს, დასაკვირველია. ჩვენ მოусმინეთ აი რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პუტინის გამოსვლას, რომ ჩვენ დღესვე მზადა ვართ თუ კი ისინი დაიწყებენო, აი ესე თქვა მან, დასაკვირველია. ისინი დაიწყებენ რას ნიშნავს? ისინი თუ პირდაპირ მიეხმარებიან უკვე რეგულარული ჯარებით უკრაინელებს. არა და თუ არ მიეხმარებიან და ომი გაგრძელდა, აი ბატონო ზურა, ნატო აღარ ფართოვდება. გამოვინეთ თქვენ რომ ნატო აღარ ფართოვდება. თქვენ ალბათ მხედველობაში გაქვთ ქალბატონო თათია ახალი ისა უსაფრთხოების დოქტრინა ამერიკის შეერთებული შტატების. დიახ. კი იქ არის ამაზე ლაპარაკი და იქ ნიშანდობლივია კიდევ ერთი რამ. თუ რუსეთი ყოველთვის ბოლო პერიოდში გამოცხადებული იყო მტრად, არ არის მტრად გამოცხადებული, გაჟღერებული ეგრეთ წოდებული სტრატეგიული სტაბილურობა რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ამერიკის და სხვათა შორის ეს მე არც მიკვირს, აი ვის უნდა გაგვიკვირდეს ეს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ჩინეთი შეიძლება აშკარად უფრო დიდი მტერი იყოს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია დღეს და ჰენრი კისინჯერის არ იყოს ამ მართლაც ბირთვული დიპლომატიის უზარმაზარი წარმომადგენლის მან თქვა, რომ ერთ დროს შეიძლება ეს შორეულ პერსპექტივაში ალბათ უფრო დღეს ეს გამორიცხულია, მაგრამ როდისმე ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია ანტიჩინურ ალიანსშიც ვიხილოთო. გასაკვირი აქ რა იქნება ორი მსოფლიო ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში და ორივე ომში მოკავშირეები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, ნუ მაშინ საბჭოთა კავშირი. აი ბატონო ზურა, მე ხა საქართველოზე გადმოვალ, რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ საერთოდ ეს რუსოფობია რო ინერგება და ყველაფერი რა კანონსაც მივიღებთ, რასაც თქვა თავრობა იტყვის, მაგრამ მაინც ეს პრორუსულია. ყოვლად მიუღებელი, ჯერ ერთი ყველა ფობია მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელია, პატივცემულო ტელემაყურებლებო. ერებს ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, ქართველი თავის ბუნებით ტოლერანტი იყო. ჩვენ მრავალეროვანი სახელმწიფო ვართ და პატივისცემა, რა თქმა უნდა, მეც აღანაც ვთქვი, უკრაინელ ხალხსაც და რუს ხალხსაც ჩემი უღრმესი პატივისცემა. აქ რაზეა ლაპარაკი კაცო? აქ ტურისტები ჩამოდიან უამრავი, ეს რასაკვირველია, ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სავაჭრო პარტნიორია, ეხლა ჩვენ გვინდა არ გვინდა, ძალიან სერიოზული ურთიერთობები გვაქვს ამ კუთხით და არავითარ შემთხვევაში ეს ყოვლად დაუშვებელია. აი ამის პროპაგანდას ეწევიან ის არხები, არის ესეთი არხები, რომლებიც ამ პროპაგანდას ეწევიან და სხვათა შორის დიდი ნაწილში ჩანერგეს ეს ზიზღი. ეს ყოვლად გაუნათლებელ ადამიანში შეიძლება იყოს ჩანერგილი, რომელსაც არაფერი არ აქვს წაკითხული ამ ქვეყანაზე, ეს არის სრულიად მიუღებელი, მეგობრებო. ჩვენ რასაკვირველია მოწინააღმდეგე გვყავს კრემლი და მისი მესვეურები, ვიცით, ოკუპირებული აქვს მათ ეს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ რომ დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, ამისათვის ჭკვიანური ბრძნული ქმედებაა საჭირო. პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან უპირველეს ყოვლისა, მაგრამ არა მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. არამედ უბრალო ადამიანების ჩვენი მხრიდანაც, სწორედ არ გავაღვივოთ ასეთი თესავენ ამას. აი ამას მტრის მეტი არავინ არ აკეთებს, ქალბატონო თათია. ეს არის მტრის
ხელი აშკარად. და გავიგე ჩვენ ისტორიული მტრები ბევრი ყავდა ისტორიის. ამას აღვივებენ სპეციალ ასე ღვივდებოდა უკრაინელებში ზიზღი, უბედურება და ნახეთ აი ის რა შედეგებამდე მივედით. ანუ განათლების პრობლემაა ესე იგი ბატონო ზურა. კი ბატონო, მე რითი დავიწყე წეღან. უკრაინელებმა უდიდესი როლი ითამაშეს ნაციზმის დამარცხებაში. დიახ. სწორედ უკრაინელებმა. და ეხლა რა მდგომარეობაში არიან თვითონ? უმძიმე და მათ ვინც იბრძოდნენ ერთად ნაციზმის წინა, იმათი შთამომავლები ხოცავს ერთმანეთს ეხლა იმავე ტერიტორიაზე, სადაც რომელ ტერიტორიასაც მათი ბაბუები, პაპები აღმოსავლურად ათავისუფლებდნენ ნაცისტებისგან. აი ეს არის ტრაგედია უკრაინელი და რუსი ხალხის სხვათა შორის. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის უდიდესი ტრაგედია ამ ხალხების. დიახ. და ჩვენ კიდე კაი გადავრჩით ბატონო ზურა რო არ აღმოჩნდით. მადლობა ღმერთს, რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ საშიშროება როგორც წეღამ თქვი, ალბათ იყო, იქნებოდა უდავოდ, არანაირი საფუძველი არ მაქვს. ოფიციალური პირების, რომლებიც მაშინ თანამდებობებზე იყვნენ და დღესაც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მეორე ფრონტის გახსნას პირდაპირ თხოვდნენ, შესაძლებელია ეს ყოფილიყო. ნამდვილად, მაგრამ მე გამოვდივარ ფაქტიდან. ფაქტია უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ამ შარში არ აღმოჩნდით ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს. გადავრჩით, თუმცა ერთწლიანი პერმანენტული აქციები მივიღეთ საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და გრძელდება შიშით ევროკავშირის დაკარგვის. და ევროკავშირი სადამდე იქნება, ისიც საკითხავია, ისეთ მდგომარეობაში. ნუ ეხლა ბოლო დროს ძალიან გაღრმავდა კრიტიკა ამერიკის ოფიციალური პირების მხრიდანაც და ნუ ძალიან სერიოზული ფიგურები თუ მიაქციეთ ყურადღება ილონ მასკის განცხადებებს, რომ ევროკავშირი უკვე დასაშლელიაო, ამაზეც კი ლაპარაკობს. მე აქ ევროკავშირთან დაკავშირებით ერთ რაიმეს ვიტყოდით. ევროპული ცივილიზაცია მე პირადად მიყვარს როგორც ქრისტიანული ცივილიზაცია. სწორედ ქრისტიანული ეს იყო ქრისტიანული ცივილიზაცია, ამით გვიზიდავდა ჩვენ რასაკვირველია. და ეხლა ის ფასეულობები და მთელი რიგი მახინჯიღირებულებები, რომელიც გაჟღერებული იქნა და ყოვლად მიუღებელი, რასაკვირველია, ეს ტრადიციული ერებისათვის მიუღებელია. და მათ შორის ჩვენთვისაც თავისთავად ცხადია თორე. ისე როგორ ფიქრობ და ვერ გეტყვით, აი რა ლიბერალურმა ფაშიზმმა ბოლო მოუღო. აი ეს ტერმინი თავიდან ერთმა ორმა რო ახსენა, გვეგონა სად ლიბერალიზმი და სად ფაშიზმი, მაგრამ დღეს რეალობაა. ბევრი მათგანი დასავლეთში და ჩვენთანაც ვერ იტანს განსხვავებულ აზრს. რა მნიშვნელობა აქვს ხა ბოლშევიკები გძალავდნენ განსხვავებულ აზრს თუ ლიბერალები გააკეთებენ ამას? ხო, არ რადიკალი ლიბერალები სხვათა შორის. ესენი უფრო მემარცხენე, აი ტროცკისტული მიმართულებაა ეს მე რო კაცმა მკითხოს, მე ადრეც მიხსენებია სხვათა შორის აქ და ეს სრულიად მიუღებელი მიმართულებებია. ნახოთ აი უკრაინის ომის დასასრული ჩვენ მოგცემს ახალ მსოფლიო წესრიგს. ეს კი უტყუარია ასევე. ხო, არა ბატონო ზურა, ანუ იქნება ახალი მსოფლიო. ახალი მსოფლიო წესრიგი ჩემი ვარაუდით მრავალპოლარული, მულტიპოლარული. ეს იქნება სიახლე, უკვე არ არის ორპოლარული და ერთპოლარული მით უმეტეს მსოფლიო ამ წუთში, ამ მოცემულობაში. დიახ. შეიცვალა ეს. შეიცვალა, დიახ. უპირველეს აბსოლუტურად. დიდი მადლობა ბატონო ზურა ბრძანებისათვის, საინტერესო გადაცემისათვის, გემშვიდობებით მომავალში. მადლობა თქვენ. პოლიტიკური არეალი თათია მაჩაიძესთან ერთად.